მშვიდობიანი დღე, მეგობრებო, როგორ ახართ, ხო ხართ კარგად. ეხლა ვაკეთებ ყველის წათხს კი არა, მაჭიკი, ხო, რა ვიცი, მე როგორც ვიცი ეგრე ვიტყვი, მაჭიკი. ყველი რომ გამოგვივიდეს სასარგებლო უფრო და მისი შრატიც რომ ამოვიღებთ კუჭის უებარი წამალია, ჩემო ძვირფასებო. სანამ დავიწყებ, ერთს გეტყვით, მე მაწუხებ და კუჭი, ნახველა აღარ მაქვს და ეტყობა გადამეტვირთა და წავედი გორმეთში მისი ნუგზარ ქარელმა, ვაიმე, ზონდი გადამაყლაპა, რომ ცოდნო და არ მივიდოდი, რამის მოუკვდი, რომ გაერკვია, რა მჭირდა. და სანამ რიგში ვიდექით, მე ჯერ გული მეგონა, ჯერ ჭხვაშვიმა გული გადამეღო, არაფერი გჭირსო, ჩტივით ახარო. მიდიო იქო, მივედი და იყო ძალიან ბევრი ხალხი. და რომ შევჩივლ 100-იანი ქალბატონი იყო და იმან მითხრა, შვილო, თუ სოფლელი ხარო, მაჭი ღორისა მითხრა განსაკუთრებით. ღორის მაჭიკიო, ესე იგი კუჭი გაასუფთავეო და როგორ მაგისი მე ისედაც ვაკეთებდი, სულ ყველს მთელი ცხოვრება ვიღებდი ამით, მაგრამ თუ სასარგებლო იყო, არ მეკონა. გაასუფთავე კარგათო, გააკეთეო ყველის დედა ორითი წყერს ამოიღებთო და მე იშრატი თბილთბილიო, ამოღების დროს 1.5 ლიტრა დალიო და საერთოდ გაგიქრება კუჭის ტკივილიო. შევასრულე იმ ქალბატონის რჩევა და 6 წელი იქნება კუჭი სადამ აქ აღარ ვიცი. აღარც წამლები მიმიღია, აღარც. ხო, და რა ეხლა მინდა გითხრათ, ეს არის კუჭი ღორისა. ეხლა შეკითხვები გექნებათ, სად იყიდებაო, ბოინში აბძანდით და ბოინიდან წამოიღეთ, გაასუფთავეთ და ეს არ გააცალოთ, ზოგი ამას ატყავებს, მაგრამ აი ეს არის მთავარი ეს გარსი, მე სიძლიერისთვის, რაც ექნება ჩვენს გაკეთებულ ყველის ამოსაყვანს. ეხლა კიდე გადავალებ წყალს, მე გავასუფთავე და ის არის გოგოებო. რომ გავასუფთავე, ხო? ერთი დღამე მქონდა სოდა ჩავყარე და მდუღარე წყალი დავასხი და ერთი ღამე გავაჩერე, ეგრე ჩემო ძვირფასებო, ხელები გავიწმინდო. ერთი კუჭი, არ გეგონოთ ჩემო კარგებო, რომ ეს ერთი იყოს, აი, გავრეცხე, ესე დავანაწევრე, როგორც ეს განახეთ და მარილში და ძმარში, ეხლა და მაცივარში, ერთ კუთხეში დაბლა 5 რო აქვს, ამ პადვალში გრილ ადგილზე დადეთ. მე მაცივარში ნაშევინახო, მაინც არაფერია ამ მაცივარში და კუთხეში დგას თავისთვის, რას დააშავებს. ხო, ისე რომ აი ამით მე მთელი ზაფხული, რამის 6-7 ნაჭერია მექნება. ხო, სადამდეც მეყოფა მექნება და მე გადავალ პეპსინზე, წითელი ძროხა რო ახატია. ეხლა როგორ ვაკეთებ მე? ესა ჩემ დედამთილისგან ვიცი, მეგობრებო, ლობიოსაც ამატებდა ხოლმე და ზაფხულში, ხო, ახალ შემოსულ ტყემლებს ამატებდა ხოლმე და ალუჩებს და ჯერ არა გვაქვს და არ ვიცი, მე ვნახოთ. მაგრამ ესენიც რო არ დავამატოთ და მარტო დავამატოთ 100 გრამია აქ ძმარი, ღვინო არის რა, ოდნავ შეძმარებული, რომ მე ძალიან გემოარა ჰქონდეს ყველს ძმრის. ერთი კარგი სუფრის კოვზი მარილი, მეტი ამას არაფერი არ უნდა დამიჯერეთ და თავარი შრატი, რითიც ყველი ამოვაყოლე. თავარი არის შრატი, ჩემო კარგებო და ამას ეხლა დავდგავმე გრილალაგას, ადგილას უფრო ის ათბილ ადგილს, ბატარეასთან ან მზესთან და ის 1000 ერთხელ ესე გავაკეთებ და ის 1-5 დღეში, დაახლოებით 1 კვირაში იქნება უკვე მზად. შემდეგ რა უნდა? კარგად დაურევთ ამოღების დროს,
აი ამ ჭიქას მე ნახევარს 10 ლიტრა გამომდის. ესე იგი 100 გრამიანის ნახევარი. ისეთი ძლიერია. 10 ლიტრაძეს ვაყოლებ. ხო, ეს გავაკეთე. ეს შრატი გუშინდელი მქონდა შენახული, რომ თქვენთვის ვიდეო მენახებინა და დილაზე შევავსებ. ეს უნდა იყოს აი აქამდე მაინც სავსე, რომ მურება შეგვეძლოს რა 1000-ში ერთხელ. ეხლაც უნდა დაურიო, რომ ის იყოს გაიხსნას მარილი. მეტი ამას არაფერი არ უნდა ჩემოკარგებო, მთავარი ეს მასა, აი ეს, რომელიც ჩავაგდე, ძმარი და მარილი, მაგრამ რა ვიცი, ხა ლობიოები რა თქონდა ეგ არ ვიცი, მაგრამ მეც მოდაში არა ძველიდან გადამონაშთია. აი ესე და ხის კოვრით მოურევ ხოლმე, რომ რეაქცია მოხდეს. ხო, ერთი სიტყვით 3 ლიტრიანი უნდა გაავსოთ, აი ამ მასით, რაც გითხარით. ეხლა მე დავაფარებ ესე სუფთად ავსახურს, დილაზე შევავსებ, აი ესე ცოტა არ დაასხათ კიდე გიმეორებთ და დავდგავთ თბილ ადგილს. ეს მინდოდა ჩამეწერა, რომ მწერდნენ მესენჯერში, YouTube-ზე მედო და ვერ ვიპოვეთო და ამიტომ ჩავწერე, რომ გაგიზიაროთ ჩემო კარგებო. შრატიც არის სასარგებლო, გეუბნებით და მიირთვით და ბედნიერები და ჯამრთელები მეყოლეთ. აბა წავედი და კომენტარებით და მიწერეთ ხოლმე მაინც, რომ გამეხარდეს, გკოცნით.